აქედან გამოჩნდება ვინახარ. ერთია. ლევან, რაღაც შემეხმია, რა შეიძლება გამო. ნელა. ჩვენი პროგრამები სწავლობ ყველა უნივერსიტეტიზაციის არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტში გაიხსნა კრიმინალისტიკის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით. მსგავსი ლაბორატორია კავკასიის მასშტაბით არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და თანამედროვე ტექნოლოგიებით და ჩვენი სტუდენტები უნდა შეესაბამებოდნენ, უნდა იცოდნენ ის ტექნოლოგიები. ჩვენ კადრებს გამოიყენებს, რა თქმა უნდა, გარდა ამისა შეიძლება ტრეინინგების ჩატარება ამ ლაბორატორიის ბაზაზე. რიგში დავიმუშაოთ ქვეყანაში საგამოძიებო საქმის განვითარებაზე, რადგან საგამოძიებო საქმე რეალურად ხელოვნებაა და პირდაპირ არის ამ ლაბორატორიის შექმნა გამოძახილი იმისა, რომ სასამართლო გათავისუფლდა საქართველოში აღმასრულებლის წნეხისგან, რომ გამომძიებელს უკვე სჭირდება უტყუარ მტკიცებულებებზე მუშაობა და ვერც ერთი გამომძიებელი უტყუარ მტკიცებულებებს ვერ მიაწოდებს მართლმსაჯულების სისტემას, თუ კი არ აქვს ამისათვის შესაბამისი კრიმინალისტური ცოდნა. ამიტომ ამ ლაბორატორიის გახსნას ყველა უნდა მივესალმოთ. აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდია იმისა, თუ რაც გვხდება დღეს ჩვენს რეალობაში და სამყაროში. ასევე კარგად აქვთ ორგანიზებული და ნამდვილად მოწონებას იმსახურებს იმ საპროცესო დარბაზის იმიტაცია, რომელიც ასევე ნაწილი არის საგანმანათლებლო პროგრამის და ძალიან ინტენსიურად იყენებენ. ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი მიმართულებით მიდიან ამაში აქვს სახელმწიფოს და სამინისტროს მხარდაჭერაც. ჩვენ მათ უსურვებთ ამ ხრივ განვითარებას.